სწრაფად გასულა ცხოვრება ჩვენი გაშიშვლებულა ირგლი ყოველი ნუ თუ დამტოვე ნუ თუ წახვედი და ჩემთან მხოლოდ ფიქრებში რჩები წარსული შედი თვალებით მიმაზერს მიყვარხარ ძლიერ და მენადები მე მოგონებებს ვაცოცხლებისე არც შენზე ფიქრებს არ მევალები წარსული შენი თვალებით მიმაზერს მიყვარხარ ძლიერ და მენადრები მე მოგონებებს ვაცოცხლებისე არც შენზე ფიქრებს არ მევალები როგორც დავად მივხვდი დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ანსამბლ ალილოს წევრები ლაშა ღლონტი, გია დავითიანი, ბექა ჩხაიძე, მიშა ჭონიშვილი, იოსებ აბაშიძე და კომპოზიტორი მარინა კოჩიტაშვილი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ახლახან ქალბატონი მარინას პირველი საავტორო ალბომი გამოვიდა სახელწოდებით ყველაფერი შენთვის მინდა. ესეთი რომანტიკული სახელწოდება აქვს და მოკლედ დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. პირველი კითხვა რამდენი სიმღერა ამ ალბომში შესული ანსამბლ ალილოს? ანსამბლ ალილოს შესრულებით 2 სიმღერა შევიდა ამ ალბომში, საახალწლო სიმღერა და ყველაფერი შენთვის მინდა. და ეს ყველაფერი შენთვის მინდა გახდა თვითონ ალბომის სახელწოდებაც ამ სიმღერის მიხედვით შეირჩა. და შესული არის კიდევ რა თქმა უნდა ლაშას სიმღერა ნუ თუ წახვედი და ასევე ბექა ჩხაიძის აგერ ბექას დუეტი ელენე ვახანიასთან ერთად, რაც შეეხება ალილოს. ისე ცნობილი შემსრულებლების შესრულებით აგერ წარმოდგენილი არიან. მაია ბარათაშვილის ჯაზური რომანსი არის შესული, ბესო კალანდაძის სიმღერა არის შესული ამაღამ, სოფო ბედია შესრულებით შევიდა ერთი სიმღერა და მეორეს წერთ რომელიც ალბომს გარეთ შედგა უკვე ეს ურთიერთობა. აგრეთვე თამრიკო ჭოხონაძის რომანსია შესული და შესული არის თემურ ყვითელაშვილის თბილისი. თუ შეიძლება მე მადლობას მოვუხდი
პირველ რიგში მინდა თქვა რომ აი ღვთის მადლით და იმ ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით და კეთილინებით მადლობაც მინდა გადაუხადო ამ ადამიანებს რომ გამოვიდა ეს ალბომი ესენი არიან გელა ჩადუნელი პირველ რიგში ეფემია შამანორს მინდა უღრმესი მადლობა უთხრა და თემურ ყვითელაშვილს იმისთვის რომ საერთოდ ეს ალბომი არსებობს უბრალოდ იდეისთვის რომ ანუ თემურ ყვითელაშვილს დამარწმუნა რომ ესე იგი მემუშავა გამაგრძელებინა შემოქმედებითი ურთიერთობა შემსრულებლებთან და აგრეთვე ეფემია შამანორს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი ამაში და განსაკუთრებული მადლობა მინდა გელა ჩადუნელს უთხრა ნინო გურგენიძესთან ერთად შეპესე ოპტიმალ სერვის აგრეთვე ცისო დუდუჩავას ლაშა დაუთარ ბადაგაძეებს და მარკო პოლოს რესტორან მარკო პოლოს ფაუნტეინ ჯორჯიას გია ჩიქოვანთან და მერი ჩიქოვანთან ერთად აგრეთვე ძალიან დიდი სია დიახ და თუ ნებას მომცემთ მადლობა მოგიყვანეთ თავარია რომ ალბომი ვინც იმუშავა ამ ალბომზე ყველას დიდი ყველა მადლობა შემსრულებელს რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი წვლილი ყველას და როგორ შედგა ეს პირველი შემთხვევა არ არის ხო როდესაც თქვენთვის დაიწერა სიმღერა ესე ხდება ხოლმე საერთოდ რომ მერე ისმენთ და გადაწყდება რომ თქვენ უნდა შეასრულოთ თუ ისეთ რაშია საქმე ჩვენ წილად ხვდა ბედნიერება ისეთი კომპოზიტორები, ცნობილი კომპოზიტორები, როგორიც ქალბატონი მარიკა კოლიაშვილი, ამაცაც ოსეფის გვერდზე სპეციალურად ჩვენთვის ქმნიან სიმღერებს და ისეთი კომპოზიტორები, როგორიც ქალბატონი მარინა არის და ბევრი აი თანამედროვე კომპოზიტორი ქმნის სპეციალურად ჩვენთვის სიმღერებს. ზაკაზეზე მუშაობს. და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და დიდი პატივი ჩვენ ერთად ვხედავთ მუშაობთ და რაღაც სხვა ვარიანტებს თავაზობთ ერთმანეთს და რაღაც ესეთი შემოქმედებითი პროცესია და ბიჭებით ჩართულები არიან ამაში და მე მგონი ის სიმღერა რომელიც ცოტა ხანში უნდა შემოგთავაზოთ სახალისო ესეთი ქალაქური კარგი საახალწლო განწყობისთვის შეიქმნა და მე მგონი ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერი შენთვის მინდა ყველაფერი კარგად არის. და დიდი მადლობა ქალბატონ მარინას და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მუშაობს ჩვენთან ერთად ამ სიმღერებზე. და დიდი მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ სტუდიაში. რას ამბობთ ჩვენ პირიქით ყოველთვის მოხარულები ვართ რომ მოდიხართ ხოლმე სტუმრად და მოკლედ როგორ ფიქრობთ ეს ახალი სიმღერები რაც გაქვთ თქვენ ამდენად პოპულარული გახდება რომელიც უკვე მოვისმინეთ მე დარწმუნებული ვარ რომ გახდება კი სიმღერა ყველაფერი შენთვის მინდა ძალიან პოპულარულია სხვათა შორის ძალიან ბევრგან ასრულებთ და მოთხოვნადია ასე ვთქვათ და ახალ წელს ბევრს ესიამოვნება და კარგ განწყობაზე დააყენებს და იმ დღეს სხვათა შორის შევედი ბაზარში და კარტოფილის გამყიდველი რო არჩევ და კარტოფილი ყველაფერი შენთვის მინდა ღირინებ და თავისთვის გავგიჟდი კიდე შენ სულ ბაზარში მოგდისამდე დაგიკლო მერე დაგიკლო უფასოდ მომცა მართლა ესე იგი უმუშავია არა ეს უფასოდ მოგცემი და გდელი გონი ხარ თუ ხახვის ისტორია მოყევი ხახთან დაკავშირებით ხახვი რომელ სიმღერასთან არის დაკავშირებული არა მოყევით არა მაგის მოყოლა შეიძლება არ შეიძლება ანათება არ უნდა მოყვები ესე იგი შევედი ბაზარში დეჩემი რაღაც კონსერვად საკეთებდა ბადრიჯნის და პატარა ხახვები იქნება მომიტანო მითხრა და შევედი ბაზარში უცბად დავინახე ვიღაც კაცს ულაგია წინ დიდი ხახვები და პეტერპეტერებიც არის შიგნით და ვეუბნები რომ მეთქი შენი ჭირიმე აი ეს პატარა ხახვები მეთქი შეგიძლია 1-2 კილო რომ ამომირჩიო მეთქი და რას ლაპარაკობ მამაო შენი გულისთვის 2 კილო კი 10 კილოსაც ამორი გადმოაბრუნა ისა მე ვთხარი მამაო არა ვარ მეთქი შენი ჭირიმე და ხახვი მჭირდება უბრალოდ მეთქი რა ჟაკეტი ასე ესე დიდები რა და მართლა ხო და ესეთი რაღაც ანაფორის ვარიანტი მაგრამ სანამ ანქანას გავაჩერებდი სადგომზე და ბაზარში შევიდოდი ის მეუნება რა ქვია ვინც სტაიანკაზე დგას სტაიანში ხერხია მამაო გააჩერე პატრონს ვეთქვი რომ მამაო ხარ და არაფერს არ გეტყვიანო და მე ვთხარი არა ვარ კაცო მამაო თავი გამანებეთ და მოკლედ ბოლოს რომ ამომირჩია ეს ხახვი და თურმე გვერდზე ძალი ვაჭრობს იქ ცოლის ძმა იქ მთელი ნათესაობა ერთად არის და მთელი ოჯახი და მეთქი ამიწონე ახლა ამიწონე მეთქი რა ეს ხახვი და რამდენია ჩემზე მეთქი და რას ლაპარაკობ მამაო მაგაში ფული როგორ გადაგახტევინო და მე ვთხარი ბიჭო არა ვარ მეთქი მამაო და გეხვეწები აიღე მეთქი და ნახევარი საათი აი ესე დაუტოვებ გამოიქცევა ჩამიდებ ჯიბეში და ნუ ბოლოს რა უნდა ვქნა მეთქი კარგი რაღაც ნუ 6 ლარის იყო თუ 5 ლარის
აი მეთქი ჯანდაბას და რა ვქნა ეხლა როდამდე ვისპოროთ მეთქი და მივდივარ უკვე მოუბრუნდი და გავიხედე გვერდზე უდგას ძალი შვილი მთელი ოჯახი დგას და ეხლა მამაო კიდე დამიძახეს რა და გეხვეწებით მეთქი მამაოს ნუ მეძახით არა ვარ მამაო მეთქი თუ არ დაიჯერეს მამაო გაჩერდიო რა ნაცნობი სახეც ნაცნობი გაქვს და ვერ მიხსენებ რომელ ტაძარში ხარო უბრალოდ რა და ახ მეთქი რა უნდა ვქნა რაღაცა და კარგით აბა დიდი მადლობა მეთქი და ამ ცელოფნის პარკით შემოვლინდი და უკრინდან მომაძახეს რომ მამაო დამლოცე მაინც მამაო რა აუ რა დღეში ჩავარდი რა ვარია თან რა მოგალოცო შეძია დაგლოცე მაინც გაიგებ გამოიხედა მაგის უფლება ეხლა მე დავლოცვის და ის მაგრამ ეხლა წარმოვიდგინე ამდენი ხალხი და თან დაგლოცი აი მეთქი რა დღეში ვარ ესა და გავიხედ გამოვიხედე აქეთ იქით მეთქი ვინმე არ იყოს ნაცნობი და მერცმა დაგლოცე ჩქარა წამოვედი იქით აი ესეთი კილო ხალხი აი ესეთი უნდა და ეხლა საათ შევხედე და ძალიან სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ამიტომ ჩვენი დიალოგის რეჟიმი დიდხანს ვერ გაგრძელდება და მამა ვაკურთხე რომ ხო, მანამდე იყო ერთი შეკითხვა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ მსმენელი ძალიან ელოდება გასაგებია რომ დისკზე მოусმენს თქვენ სიმღერებს, მაგრამ კიდე მოეცემა თუ არა, მიეცემა თუ არა შესაძლებლობა რომ მოგისმინოთ, ხო არ გეგმება კონცერტი ან რამე მსგავს. ახალ წელს ძალიან ბევრგან ვართ, შობას არის ჩვენი დიდი კონცერტი ლოპოტაზე. 6-ში არის. უი, როგორ 6-ში ბოჰემაში. 6 იანვარს ბოჰემაში. და 7-ში შობას არის ლოპოტაზე და ავაფეთქოთ იქ. ჯერ 6-ში მოდით ბოჰემაში. და მე გამოყვებიან ლოპოტაზე. და მიდივართ ფუნიკულორის თაზე ხო ვარ 21 პარკში გავდით. 31-ში ფუნიკულორის თაზე აღარ ხარგას. მობზანდით 21-ში გვიან თუ ძალიან ბევრგან ვართ და გადარბენაზე საერთოდ 31 როგორი რაღაცა თოვლის ბაბუები ქართველი მომღერლები ერთმანეთს ხვდებიან 5 ჯერ 6 ჯერ სხვადასხვა რესტორნებში არიან და ჩვენ დაახლოებით 10-12 წელია ახალ წელს სახლში არ შევხვედრივართ ანუ სულ გასვლები გვაქვს და სულ რაღაც ისეთი თებერვლის ბოლოს ამერიკის დაწყება სახში რო შეხვდა. თებერვლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გვაქვს გეზი და რაღაცებს ამზადებთ და მე გვინდა რომ ყველაფერი შევაჯამოთ და ერთი სოლო კონცერტი ფილარმონიაში მოვარტყათ. ძალიან კარგი. ჩვენ წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, ყველა გეგმაში. აუცილებლად. რომელიც საქართველოს ეხება და კიდევ ერთხელ თუ ამას შეგვისურვებთ, ძალიან დაგვავალებთ და მოკლედ კიდევ ერთხელ ჩვენ დავემშვიდობთ უკვე ჩვენ მაყურებელს და შემდეგ გამარჯვებული ვიცით ვინ არის Facebook კონკურსის. მე არ ვიცი, შენ თუ იცი გამოაცხადე. გამარჯვებული ეყოლება, ამიტომ მოდი მაშინ Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურებიან გამარჯვებულს. ჩვენ უნდა დაგემშვიდობთ, ხვალ თქვენს განწყობაზე დილიდან უკვე ჩელე და სალომე იზრუნებენ და სიმღერით გემშვიდობებით უკეთეს ვერაფერს ვერ მოვიფიქრებდით, მე მგონი. ჩელე ჩვენი პატარა ძამიკოა. გია. სეკუნდა მიშვით. ახლა ისე მომენატრელა მის ფიქრმა გადამრიო შენს ფანჯრის წინ ღამესოათე რომამ დარდამა არ დამლიო და გიმღერის სიყვარულის ცეცხლის ალით გამთბარიო ყველაფერი შენთვის მინდა მე ამ ქვეყანამ ლამაზიო გულში შემოვიდა სიყვარულის ზღაპარიო
მომენატრელა მის ფიქრმა გადამრიოს შენ კი ჩუმა და ჩამიარე რათხარ ასე ამაყიო მე გიმღერი სიყვარულის ცეცხლის ალით დამწვარიო ყველაფერი შენთვის მინდა მე ამ ქვეყანად ლამაზიო გულში ისე შემოვიდა სიყვარულის ზღაპარიო ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი